წიგნის მოყვარულთან ნამდვილი დღესასწაული თბილისის წიგნის დღეები ბრუნდება. გამოფენა 15 და 17 ნოემბერს ექსპო ჯორჯიაში გაიმართება და ქართულ მკითხველს ათეულობით გამომცემლობასა და მაღაზიას გააცნობს. გამოფენა გაყიდვასთან ერთად ტრადიციულად წიგნის დღეები სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის სტუმრებისათვის განკუთვნილ მრავალფეროვან კულტურულ საგანმანათლებლო და გასართობ პროგრამას გააერთიანებს. გამოფენას ტრადიციულად ექსპო ჯორჯია მასპინძლობს და სტუმრებს მე-11 პავილიონში ელოდება. დღეს ამ თემაზე ვისაუბრებთ მწერალთან, პოეტთან, ქალბატონ ნანა აკობიძესთან ერთად, ასევე ის არის მედიამკვლევარი და მოგვიანებით შემოგვერთდება სტუდიაში რეჟისორი ბესო სოლომონაშვილი. მოგესალმებით. მოგესალმებით, მოხარული ვარ რომ მოგზავნით ჩვენს გადაცემაში. გვიხარია რომ ხართ დღეს ჩვენთან ერთად პირველ რიგში. ძალიან საინტერესო 2-3 დღე გველოდება, როგორც ონისემ აღნიშნა, დღეს აიღებს სწორედ სტარტს წიგნის დღეები და ჩვენ ვიცით როგორ ხშირად გვანებიურებენ ხოლმე ამ და სხვა ფესტივალის ორგანიზატორები, რომ ექსპო ჯორჯიაში ასეთი თავგადასავალი მოუწყონ მათ, ვისაც ძალიან უყვართ კითხვა. თუმცა მნიშვნელოვანია სხვა პროექტებით, რომელსაც მოიცავს წიგნის დღეები და მათ შორის არის ერთ-ერთი პანელური დისკუსია, რომლის მონაწილეც იქნებით თქვენ, როგორც ვიცი, დავით გორგილაძესთან და ივა ფეზუაშვილთან ერთად და ძალიან საინტერესო ავტორებია და სახელებია, ხო, ჩვენთვის ნაცნობი ადამიანების საყვარელი ავტორები. საინტერესოა თემატიკა, რას შეეხება თქვენი დისკუსია. ჩვენი ხვალინდელი დისკუსია იქნება თემაზე, რაზე ლაპარაკობს ქართული, თანამედროვე ქართული ლიტერატურა. აი ამაზე ვისაუბრებთ მე და ათო გორგილაძე და ივა ფეზუაშვილი. მართლაც თქვენ ახსენეთ, რომ გვანებიურებენ და განსაკუთრებით დღევანდელ დღეს არის განებივრება ლიტერატურული დღესასწაულების მოწყობა, წიგნის დღესასწაულების მოწყობა და აი სწორედ დღეს აიღო სტარტი ამ ერთ-ერთმა დღესასწაულმა. თქვენ ახსენეთ ასევე, რომ თქვენი საყვარელი ნაცნობი სახელები, მწერლები. ჩემი რეკომენდაცია იქნება, ვინც დღეს ხვალ აპირებს, რომ მივიდეს წიგნის დღეებზე და ნახოს ახალი ავტორები, შეიძინოს ახალი გამოცემები. პირველ რიგში მე ურჩევდი მათ, რომ ნახეთ ახალი სახელები და რატომ. ჩვენთან ერთგვარი მოდური არის პირად საუბრებშიც ხშირად წამიკრავს პური, რომ ეს გვარსახელი არ ვიცი ვინ არის, ეს არაფერს არ მეუბნება, ამის სახელი არაფერს არ მეუბნება. მე როგორც მკითხველი, თუ ვინმეს სახელი და გვარი არაფერს არ მეუბნება თანამედროვე ავტორის, მივიჩნევ, რომ ეს არის ჩემი პრობლემა, ანუ მე ვარ ცუდი მკითხველი და მე ცუდად ვიცნობ თანამედროვე ქართულ ლიტერატურას. რატომ? თუმცა მაპატით გაწყვეტენ, თუმცა ამ დროს შეიძლება უფრო მეტად აღმოაჩინო ის საინტერესო მომენტი, რომ ამ წიგნის გულისხმობ, რა თქმა უნდა, რაც არ უნდა უცნობი იყოს მისი ავტორი, ამ დროს აღმოაჩენ ხოლმე უფრო საინტერესო მომენტებს ამ უცნობ ავტორში. რასაკვირველია, ჩემი პირადი გამოცდილება არის ეს, ეხლა მე უფრო ჟურნალისტიკის სფეროში ვიყავი წლები და 90-იანებში წერდი და მე რაღაც ერთგვარი პაუზა მქონდა. მე თვითონ მაქვს გულის დაწყვეტა, რის გამო რომ რაღაც პერიოდი მოვწყდი აი ამ დღესასწაულს, ასე ვიტყოდი და როცა ეს 2 წელია ისე ასე ვთქვათ დაუბრუნდი პირობითად, მივხვდი რა დავაკელი ჩემს თავს. დავაკელი პირველ რიგში ის, რომ ძალიან ბევრი რამ გვაინტერესებს, ძალიან ბევრი რამ გვაღელვებს, გვაწუხებს და გამახსენდა, საბედნიეროდ გამახსენდა, რომ არის ადგილი, სადაც საინტერესო კითხვებზე, შენთვის შემაწუხებელ კითხვებზე პასუხებს იღებ და ეს ადგილი არის წიგნი. ეს ადგილი არის ლიტერატურა. ნამდვილად და ეს სამი დღეც ასეთი იქნება, დაისმევა უამრავი შეკითხვა და ამ შეკითხვებზე პასუხს გასცემენ ის ადამიანები და ისეთი კომპეტენციის მქონე ადამიანები, რომლებიც ჩამოუთვალეთ და არა მარტო, ხო, ვიცით რომ რამდენი წიგნის გამომცემლობა იქნება, წარდგენილი და სხვადასხვა ავტორები. ქალბატონო ნანა, ვიცი რომ ხართ წიგნით მოსული და აუცილებლად უფრო ვრცლად უნდა ვიკითხოთ, მაგრამ და ბატონი ბესო შემოგვიერთდება, მოგესალმებით. შემოგვიერთდება ახლა ისევ. დიდი მადლობა რომ და დიდი მადლობა ბესო რომ ჩვენთან ხარ ჩვენს გადაცემაში და მოდი სანამ წიგნთან დაკავშირებით ბესოს ვკითხოთ.
მოლოდინები არ მინდა ამ დღესასწაულზე ვისაუბროთ და გასაგებია რა მოლოდინებიც გვაქვს რომ საინტერესო ავტორებს შევხვდებით და ვისაუბრებთ ამ არაჩვეულებრივ წიგნებზეც და ავტორებზეც რა თქმა უნდა და აი თქვენი აზრი ამ დღესასწაულთან დაკავშირებით არის საინტერესო ყოველწლიურად იმართება როგორც ვიცით მეგობარი და კოლეგა ეცით აი ამ გარემოში დღევანდელ გარემოში რომ წიგნის ფესტივალი იმართება უკვე ძალიან დიდი მიღწევა იმიტომ რომ თუ ეს ასე გაგრძელდა რაც დღეს ხდება მალე წიგნის ფესტივალები ვერ გაიმართება ან სავარაუდოდ შავ პაკეტებში შეიძლება დაგხვდეს მაღაზიებში ხოლმე წიგნები ეს არის მართლა დღესასწაული, იმიტომ რომ მოდით ესეთი პატარა წიგნი არის განათლება და კულტურა, ხო? და საზოგადოება დგას განათლებაზე და კულტურაზე. იქ სადაც წიგნის კულტი არის, ხო? ის საზოგადოება არის ჯანსაღი. და წიგნის კულტი ნიშნავს იმას, რომ ბევრი წიგნის ფესტივალები, ბევრი ავტორები, ბევრი თარგმანები რომ ეს თარგმანები ხო იმას ნიშნავს რომ ჩვენ მთელი კაცობრიობას ვესაუბრებით ამი და ისინი გვესაუბრებიან ჩვენ ვესაუბრებით ეს არის ამოსავალი წერტილი წიგნის იმიტომ რომ წიგნს შეზღუდავ თუ არა ხო იზღუდება აზროვნება იზღუდება გონება და იზღუდება ქვეყანა და მე შეზღუდული ქრება ხო აქედან გამომდინარე ეს დღესასწაული არის და რაც შეიძლება მეტი უნდა იყოს ესეთი დღესასწაული. თქვენ საკუთხით იქნებით წელს წარმოდგენილი საინტერესოა, თქვათ თუ გვექნება საშუალება რომ იგივე გიხილოთ პანელურ დისკუსიებში, თუ ის რომანი, რომელიც ვიცით ჩვენ აქტიურად ვაშუქებით მთელი წლის განმავლობაში, როგორ ელოდა მკითხველი თქვენს მეორე ნაწილს, ხო ტრილოგიის შეიძლება ასე დავარქვათ, ამ რომანით ხომ არ იქნებით წარმოდგენილი? ამ რომანით იქნება წარმოდგენილი, ალბათ ის ბოლო პერიოდის სამივე წიგნი, რომელიც ну საუბრობთ ლუმპენ მილენიუმზე მაყურებელმა მაინც მეტნაკლებად ეხება დღევანდელობა და ზოგადად ამას და განსაკუთრებით ლუმპენ მილენიუმი თუ იქნები წარმოდგენილი იქ თვითონ რამდენადაც ვიცი სულაკაურის ესეთი კონკრეტული პანელები არ მაქვს მე მაგრამ სულაკაურის გამომცემლობის მასში ნაწილში იქნება რაღაც წარდგენილი და მაგარი სასიხარულოა ნანა დამეთანხმება როცა ამდენი გამომცემლობა ამდენი წიგნი ამდენი ფერადი და ამდენი გენიოსი ალაგია თაროებზე და კითხველი რომ მიდის და იმ თაროს ეძებს სადაც შენი წიგნი სურნელი არ მოეწყდება და ეს სურნელი საოცარი სურნელი. ხო, ამიტომ ეს მართლა ძალიან დიდი დღესასწაული არის. აზროვნების დღესასწაული ქვია ამას. წიგნის სურნელი ვახსენე, რა თქმა უნდა და ალბათ მივხვდა კიდევ ჩვენი მაყურებელი რა სურნელზე საუბრობდით. და უბრალოდ ნახეთ თქვენ საუბრის დროს ბესო უცებ ამომიტივტივდა ჩემი ერთი ყველაზე ცუდი აზრი, რომელიც მომივიდა ჩემს ცხოვრებაში, რაღაცა მომენტში რა საჭიროა ამდენი წიგნის წაკითხვა, რა საჭიროა ამდენი ინფორმაციის მიღება, ამდენი ლიტერატურის გაცნობა და აქვე პასუხი გავეცი ამ ფიქრს, რომ რა საჭიროა ხო აი იცხოვრე ესე ჩვეულებრივად ჭამე, სვი, წადი, წამოდი თუ გაქვს ამის საშუალება რაღაცა და საერთოდ არ არის საჭირო და ეს გამოიწვია ჩემში საზოგადოების იმ ადამიანებმა რომლებშიდაც აღმოვაჩინე რომ მათ ისინი შორს არიან წიგნისგან და ამიტომ მე ეს ძალიან ცუდი ფიქრი იყო ჩემთვის ხო რასაც როგორ უნდა დასვა ეს შეკითხვა რომ რა საჭირო წიგნი არის შენი ცხოვრების გზამკვლევი პირდაპირ რო თქვა და ადამიანის განმავითარებელი ჩამომაყალიბებელი და აბსოლუტურად სწორ გზაზე და სწორი შეფასებებით მყოფი ადამიანებს ხდის წიგნი, ხო? აი ხაბატონ ნანა, ეხა ხო, ეს კრებულია კი ჩვენს რომ გაგვიზიაროთ, რომ გვანახოთ ხაბატონ ნანა, როგორც ვიცი, ჩვენს მოგვიტანეთ და მაყურებელს უფრო ახლდა რომ გააცნოთ. აი ესეთი პოეტური კრებული არის, ცოტა უცნაური სათაურით, ვალაოვალი ქვია, ეკონომიკური ტერმინი არის.
ამ წიგნის სათაური ონისეს ნათქვამს გავაგრძელებ არსებობს მკითხველი და არსებობს მწერალი მკითხველი. ვალავუალი, ხო? კი, ვალავუალი. სანამ დავიწყებთ, რა წერია ამ წიგნში, რომ გაგვიზიაროთ რას ნიშნავს? მოდი ჯერ დაასრულოს აგრე და მე გადავიდეთ წიგნზე. ხო, მწერალი მკითხველი არის კიდევ ცოტა სხვა კატეგორია, უფრო დატანჯული კატეგორია. მე ვიტყოდი რატომ, როცა მე პირადად როცა ვკითხულობ, მიჭირს ხოლმე დისტანცირდე ჩემი თავისგან, როგორც მწერლისგან და ვიყო მხოლოდ მკითხველი, ხო? აი მე მაინც მერთვება მწერლის თვალიც გონებით შეფასებები მკითხველი არის უფრო თავისუფალი და უფრო ბედნიერი, მე ასე ვიტყოდი და რა თქმა უნდა, უბედურია ის ადამიანი, ვინც წიგნის გარეშე ცხოვრობს, ეხა უბედურება, ბედნიერება, ნუ მაინც პირობითი არის, ეხა ყველას თავისი ბედნიერება და უბედურება აქვს, მაგრამ სულ ჭირდება წიგნი თუ ბედნიერია ისე. აი რა წერია ამ წიგნში? პირველი ხო, ზაგულისხმოა. პირველივე ლექსი ეს არის პოეტური კრებული, მაყურებელს რო შევახსენოთ, რომელმაც 2024 წლის ლიტერას ჯილდოც დაიმსახურა და ძალიან გვიხარია რომ დღეს ეს ავტორი და ეს წიგნი ჩვენ გადაცემის სტუმარია და იქნება წიგნის დღეებზეც რა თქმა უნდა წარმოდგენილი ქალბატონი ნანა ამ კრებულით. პირველი ლექსი ასე იწყება ხო ეს წიგნით წერა სუპერძალა მეგონა და შევწყვიტე ასე სწორედ ეს უნდა მეთქვა სუპერძალა. აი წერლისთვის წერა და ასევე კითხვაც არის სუპერძალა და ნუ მე პირადად ზუსტად ვიცი რომ აი რაც არ უნდა მოხდეს რა აპოკალიფსიც მე პირადი აპოკალიფსიც არ უნდა დამემართოს. აი ერთი ადგილი, ერთი ყოველთვის მაქვს, ერთი იარაღი ყოველთვის მაქვს, რომელსაც შენახვის ვადა არასოდეს არ გასდის და ეს არის წერა ჩემთვის. ახლა მკითხველისთვისაც წიგნის სიყვარული, ტექსტისადმი ინტერესი, ასევე წესით არის სუპერძალა, იმიტომ რომ წეღანაც თქვი, არსებობს ბევრი კითხვა დღევანდელ სამყაროში და ჩვენ დეზორიენტირებულ ადამიანებს გვიჭირს ამ კითხვებზე პასუხის მოძიება მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ინფორმაციის წყაროა, მაგრამ არის სპეციფიკური კითხვები, რომელიც სპეციფიკურ კითხვებზე პასუხები მხოლოდ არის პასუხები, თუმცა თქვენ ახსენეთ ძალიან საგულისხმო დეტალი. იარაღი. დღეს, როდესაც ვიცით, რომ საინფორმაციო ომია, ხო, მთელ სამყაროში გაჩაღებული, გარდა იმისა, რომ არსებობს ასევე ცხელი წერტილები. აი ამ საინფორმაციო ომის პროცესში, აი ამ დიდ პროპაგანდაში, რომელიც უფრო მარტივად ასამუშავებელი გახდა თითქოს იმის და გამო რომ არსებობს იგივე სოციალური ქსელები, ხო და ვიცით თუნდაც ყალბი ინფორმაცია როგორ შეიძლება წამის მიასეჩი გავრცელდეს და ამან როგორ შეიძლება შეცვალოს მე შემდგომში ადამიანების ცხოვრება. აი ეს იარაღი, რომელიც თქვენ გაქვთ, ეს სუპერძალა. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ დღეს ადამიანებმა სწორად მიმართონ, სწორად გამოიყენონ ეს სუპერძალა და ალბათ ხო მნიშვნელოვანია, რომ შევეხოთ იმ მოვლენებს, ხო, რაც ხდება დღეს ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ ლიტერატურა ყოველთვის იყო ის ერთადერთი თუ არა ყველაზე ძლიერი იარაღი, რომლითაც ადამიანებს შეეძლოთ პროგნოზი ამინდი შეეცვალათ გარემოში და ბატონ ბესომზე ხშირად ღიად საუბრობს, ამიტომ საინტერესო იქნება თქვენ რას ფიქრობთ. წარმოიდგინეთ რა, რომ დედამიწაზე, რომელიც დასახლებული არის უამრავი, მრავალფეროვანი ცოცხალი არსებებით, ადამიანებს გამოგვარჩევს სიტყვა. ხო, ჯერ იყო სიტყვა. ეს არის ჩვენი ძალა ამ ცოცხალ არსებებში. ანუ სიტყვა არის აზროვნება. და ვინაიდან და რადგანაც რატომღაც ესე სამყარომ ესე გადაწყვიტა რა, რომ აი ადამიანს მიეცა ეს ძალა, სიტყვის ძალა და აზროვნების ძალა, ეს არის როგორც სიტყვის დაწერის, ისე სიტყვის აღქმის ძალა. ხო? აქედან და ეს ხდება ის თავარი მამოძრავებელი, ყველაფრის საფუძველია. ანუ აზროვნება არის ყველაფრის საფუძველი. ეს ყველაფრის საფუძველია და შემდეგ იწყება აი ამის თუ შენ ვიღაც არ მოგწონს, სწორედ აი იმას თრგუნა, რომ მას არ ქონდეს აზროვნება. ის არ იყოს ახლო წიგნთან. მან არ მიიღოს განათლება. და აი ამ ეტაპზე იმარჯვებს ბოროტება. მაგრამ მოდი ესე გავაკეთოთ, რომ ბოროტებას რო გამარჯვების უნარი კონდეს, დღეს დედამიწა არ იარსებებდა, სამყარო არ იარსებებდა. ამიტომ საბოლოო ჯამში, ვინაიდან და რადგანაც ადამიანი არის მოაზროვნე არსება, ის ყოველთვის გაიმარჯვებს ყოველთვის აზროვნების სიკეთე. აქედან გამომდინარე, ნუ ექნებათ ვინმეს იმედი,
რომ თუ როდისმე წიგნს შეფუთავენ, თუ როდისმე იტყვიან რომ თქვენ არ იაზრონოთ, მე უნდა ვიაზრონო, ნუ ექნებათ როდისმე იმედი რომ ისინი გაიმარჯვებენ. ადრე თუ გვიან ისინი ყოველთვის დამარცხდებიან, იმიტომ რომ ისინი ებრძვიან იმას, ხო იმათივე ტერმინებით ვილაპარაკებ, რაც ღმერთმა დააწესა, ჯერ იყო სიტყვაი. ისინი ებრძვიან აზროვნებას. და ეს უბედურება, რომ ერთ-ერთმა თქვა, რომელიღაცამ აღარ მახსოვს, აღარც მინდა ხოლმე გარო, სამშობლოს ღალატსო, წიგნის კითხვა რა თუნდაო? კი ბატონო. სამშობლოს ღალატს წიგნის რო არ წაიკითხო, იმ დროს ხდები სამშობლოს მოღალატე. და აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ რა, რომ მაინც უალტერნატივოა წიგნი და განათლება. აბსოლუტურად ხო, აი გეთანხმებებესო, აი ამის წამკითხველი და ხშირად წიგნის მზიარებელი ადამიანი შეუკვეცავს ფრთებს და შეუზღუდავს არსებობას ბოროტებას. რასაც შენ ამბობდი და რასაც შენ გულისხმობდი, ზუსტად ხო ის მინდოდა რას ყვება ქართული თანამედროვე ლიტერატურა? ეს არის მთავარი საკითხი და ნანას ბოლო წიგნი როგორია, სამიო? ხო, საინტერესოა. მე გავაგრძელებ თქვენს შეკითხვას უპასუხებ პირველ რიგში დღეს სოციმედიის პირობებში რა გვევალება თითოეულ ჩვენგანს. პირველ რიგში რას ვიტყვი? ნუ რა თქმა უნდა, ეხა იმ პათეტიკისგან შორს ვარ, რომ მე წამნიშნავს და ერიმზრდის, ნუ მიმაჩნია რომ ეს არა, მაგრამ რატომ გამიხარდა განსაკუთრებით პრემია ლიტერა, გამიხარდა პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს არის თავისუფალი ლიტერა, ვიცით ეს წინა ისტორია და არ მოვყვები და მეორე რიგში ფორმულირება, რისთვისაც მე ეს პრემია გადმომცეს, ვხუმრობ, რომ ერთი ცალკე აღებული კიდევ პრემია არის მეთქი. მათ ასეთი ფორმულირება მისცეს თანამედროვე სამყაროში ყოველდღიური პრობლემების ლიტერატურად ქცევისთვის და ნუ იქ არის ნახსენები ასევე სოციალური მედია, რომელსაც მე ამისთვის ვიყენებ. რა მიმაჩნია მე მიმაჩნია, რომ მე დავწერო იმისთვის, რომ მე ეს ჩემი დაწერილი წიგნი თაროზე დაიდოს, გაიყიდოს, ეს არ არის დღეს საკმარისი. დღეს უფრო მეტი პასუხისმგებლობა მაკისრია ის, რომ მე ჩემი ნებისმიერი პლატფორმა, საიდანაც მე ვჩანვარ, ასე ვთქვათ, იქნება ეს სოციალური ქსელი, იქნება ეს პროფესიული ნაწილი დაუშვათ ჩემი საქმიანობისა. მე მევალება ვფიქრობ, რომ ხშირად ვისაუბრო იმაზე სწორედ რა ევალება დღევანდელ ლიტერატურას. დღევანდელ ლიტერატურას მე მომწონს სიამოვნებით წავიკითხავ განწყობების და მიხედვით მსუბუქ რომანტიკულ ტექსტებს, მაგრამ დღეს როცა ჩვენ აი ამ კონტექსტში ვართ, სადაც ვართ, როგორც ვართ, ჩვენ ვწეროთ განყენებული ტექსტები და არ შევეხოთ იმას, რაც განსაზღვრავს ჩვენს ყოველდღიურობას. მე ვფიქრობ, რომ რა ვიცი, ალბათ ფუჭი შრომა იქნება. და აუცილებლად უნდა შევეხოთ ძალიან აქტუალურ საკითხს, ამის გარეშე ალბათ წარმოუდგენელი იქნებოდა ავტორებთან ერთად საუბარი. როგორც ვიცით, საქართველოს კანონი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულკლოვანის დაცვის შესახებ, ეს კანონი პარლამენტმა მიიღო 17 სექტემბერს და მისი გამოქვეყნების თარიღია 3 ოქტომბერი და 60 დღის ვადაში უნდა ამოქმედეს, ანუ 1 დეკემბერს სულ რაღაც რამდენიმე დღეში, ერთ კვირაში უწევს ამ კანონს ამოქმედება. ხო, კანონი გულისხმობს, ვინც არ იცის, მოკლედ შეგვიძლია ხო, მაყურებელს გავაცნობთ, ეს არის კანონი გულისხმობს მუხლირვა, განათლება, დაუშვებელია ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულებების, სკოლამდელი აღზრდის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, კოლეჯის ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროგრამაში ისეთი ინფორმაციის შეტანა ან ამ ტერიტორიაზე დასაქმებული თანამშრომლების მიერ ისეთი ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა, რომელიც მიმართულია ადამიანის არც ერთი ბიოლოგიური სქესისთვის მიკუთვნების ან და მისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების ერთსა და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობების ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ. ჩვენ ფაქტობრივად ვსაუბრობთ
ანტიკურ ლიტერატურაზე, ხო? ვსაუბრობთ ძველ ბერძნულ, ძველ რომაულ ლიტერატურაზე და არა მხოლოდ პოსტმოდერნიზმის, ხო და იმ ბევრ ლიტერატურის ჟანრზე, სადაც ჩვენ გვხვდება მსგავსი ფაქტები. ამ კანონით მარტივად გასაგები რომ გახდეს, ხო, უფრო მაყურებლისთვის, ფაქტობრივად ყველანაირ საგანმანათლებლო სივრცეში აკრძალული ხდება ეს ლიტერატურა. თქვენთვის, როგორც ავტორებისთვის და დარწმუნებული ვარ, ის რაც ჩამოვთვალეთ, დიდი გულშემატკივრისთვის, ხო, ამ ლიტერატურის. რას ნიშნავს ეს? თქვენ აი როგორ გაიგეთ ამ კანონის არსი და შემდეგ ამოქმედების საშიშროება? მით უმეტეს როცა აუცილებელია, ჩვენ ახლა ზუსტად აი ამ გადაცემაში თქვენთან ერთად ამ თემაზე ვისაუბროთ და შევეხოთ ამ თემას, ამ კანონს აუცილებლად, იმიტომ რომ რაღაცა ცენზურის მსგავსი სურნელიც თანსდებს ამ ყველაფერს. ის პროპაგანდის მანქანა რაც მუშაობს, ის რამდენად არის კავშირში იგივე სარწმუნოებასთან, ენასთან და მამულსაც, რომელსაც ასეთი არასწორი კომბინაციით გვთავაზობენ ხოლმე თუნდაც ხანდახან. იტყვი ესა თუ? ხო რა. კი, თქვენ ორივე საინტერესოა. უცებ ვიტყვი მე ჩემს აზრს. მე რა გამიკვირდა? მე გამიკვირდა ის რომ ჩვენ ეს გაგვიკვირდა გუშინ. რატომ გაგვიკვირდა? ჩვენ გაგვიკვირდა არჩევნების წინ საარჩევნო ბანერები, სარეკლამო ბანერები რომ გამოაკრეს, ნუ ვიცით რა შინაარსიც იყო, რომ აი რა არის ომი და უკრაინის დანგრეული უკრაინის ფოტოები ვნახეთ. ისიც გაგვიკვირდა, მაშინაც გამიკვირდა, რატომ გაგვიკვირდა? ყველაფერს აქვს თავისი წინაპირობა, ხომ? ის აუცილებლად გაჩნდებოდა ის ბანერები არჩევნების წინ, იმიტომ რომ ის იყო არა ომის გაგრძელება და ლოგიკური გაგრძელება. კანონი, რომელიც ახლა თქვენ ჩაიკითხეთ, არის ლოგიკური გაგრძელება აგენტების შესახებ კანონის, რომელიც მივიღეთ ბრჭყალებში, იმიტომ რომ მივიღეთ, ჩვენც მივიღეთ, ხო, იმაზე მეტი ვერ გავაკეთეთ, იმაზე მეტი ვერ გავაკეთეთ, რაც გავაკეთეთ და რაც შეგვიძლია გავაკეთებინა. ანუ ეს ყველაფერი ძალიან ლოგიკური არის, მეგობრებო და ეს არის ცეცხლი აინთო თამაში დაიწყო. სხვანაირად ესე ქვია ამას. მართლა მიკვირს, ნახეთ, როგორ განვითარდა რუსეთში 2011 წლის შემდეგ მოვლენები, ნაბიჯ გავყვებით უფრო უარესი, უფრო სწრაფად გავივლით ჩვენ იმას, რაც გაიარეს რუსეთში, როცა მიიღეს, როცა პირველად 2011 იყო, რომ გამოვიდნენ არჩევნების გასაპროტესტებლად და მოუნათლეს მაშინ ეს ჰომოსექსუალების მარშად მოუნათლეს და დაიწყო იქედან ეს პროცესი. ხო, აღარ მოვყვები ახლა. მოკლედ, მე ვხედავ, რომ ჩვენ ვართ აი ამ ლოგიკურ ჯაჭვში მოვლენების განვითარების და ვერ დაგამშვიდებთ, ჩვენ მივიღებთ უარეს ამბებს, უარეს კანონებს. რა შემიძლია გითხრათ? უпростоრად რა შემიძლია მათ ვუთხრა მე, ვინც ამ კანონების უკან დგას, რომ არა ეს წინა ისტორია, უბრალოდ ვიფიქრებდი, რომ ვიღაცა გაერთო ამ ყველაფრით და მოვესწარი აგერ უარეს რას უნდა მოუსწრებოდი ამ ხნის ადამიანს, კანონით განმიმარტეს დეფინიცია ქალის, დეფინიცია კაცის, დეფინიცია ოჯახის. აი უარეს რას უნდა მოუსწრებოდი. უბრალოდ მათ პატარა რჩევას მივაწოდებ, ცოტა ისეთი კრეატიულს ხამურაბის კანონები. ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-18 საუკუნეში მიღებული, ხო? მე რა თქმა უნდა, ეხლა ეს უიშვიათესი ძეგლია უზურპასესი, მიხვდებით პარალელს რატომ ვავლებ, ჩემი სარკაზმი რას უკავშირდება. მე ამათ მივაწოდებდი იდეას, ბარემ ქვაზე ამოვკვეთოთ ეს კანონი, როგორც ხამურაბის კანონებია ქვაზე ამოკვეთილი და პროლოგი დაამატონ ხამურაბის კანონებში შეგახსენებთ, არის ასეთი პროლოგი. იწყება ხამურაბის დიდებით. ეს არის პროლოგი, დიდება ხამურაბს და ეპილოგი არის წყევლა და ასრულო წყევლით. მე მეტი არაფერი არ შემიძლია. ბატონო ბესე, თქვენთვის რას ნიშნავს ამ კანონის რეალობად ქცევა? ხო, აი ქალბატონ მანაც ახსენა, რომ თითქოს არ გჯეროდა, მაგრამ აღარც გაგვიკვირდა საბოლოო ჯამში. ეს ნიჰილიზმში არ გვინდა ჩაგვეთვალოს ალბათ არავის და ყველა მაინც ვცდილობთ, რომ შევინარჩუნოთ ის რეალობა სამწუხაროდ. რეალობა საკმაოდ სამწუხაროდ რეალობა არის. არა, ნიჰილიზმი არ არის, ეს არის რაღაცა გარკვეული გაფრთხილება მინდა საზოგადოებას. იმიტომ რომ პირველ რიგში სპეკულატიური სახელი ოჯახის სიწმინდის გაუთავებლად რომ მიდის ქალების და ცოლების ხოცვა იმის წინააღმდეგ, ის არ არის ოჯახის სიწმინდის თემა, ხო? მეორე, ეს არის კანონი მიღებული, სადაც ადამიანების დაშანტაჟების საშუალებას იძლევა ნებისმიერ თემაზე. და მეოთხე, საბოლოო ჯამში ამ კანონით ისინი
ეს არის მიზანი, იმიტომ რომ ეს ადამიანები, ვინც ამ კანონებს იღებენ, ძალიან კარგად იციან ყველაფერი, ძალიან კარგად იციან, რომ არ არსებობს ესეთი პროპაგანდის პრობლემა, პირიქით, ძალადობის პრობლემა არსებობს ამ ადამიანებს, არ არსებობს ესეთი პროპაგანდის პრობლემა. ისინი აპირებენ ამით შეზღუდონ საინფორმაციო წყაროები, ისინი ამით აპირებენ შეზღუდონ ინტერნეტი. ჩაკეტონ ინტერნეტი როგორც ირანშია. შემდეგი ნაბიჯია. შემდეგი ნაბიჯი, აი რაღაცა საინფორმაციო ველის მოსპობის საინფორმაციო ველი მოსპობა, და დანერგონ შიში, გაუთავებელი, რომ ელემენტარულად ადამიანები ციგნების მაღაზიებში ვერ შევიდნენ და ადამიანები ჩაერთოთ თვითცენზურა. რას დავწერო? იქნებ მე ამ თემაზე დავწერ და პირიქით მინდა რომ უარყოფითად დავწერო, ხო? ხო შეიძლება რომ დავწერო რომ ეს რაღაცა LGBT ხო რო ეს ცუდია. ხო შეიძლება. იმაზეც კი ვერ დავწერ. იმაზეც კი ვერ დავწერ. იმიტომ რომ რა ვიცი ვის რა მოუვათავ. ინტერპრეტაციას აი მაგალითად მე წამოვიღე ესეთი ამობეჭდილი, აი ეს არის 1921 წელს მიღებული. რაზრე შენო გლავლიტა. ეს არის ბოლშევიკების ბეჭედი, რომლებიც წიგნს თუ ვინმე ბოლშევიკი ბეჭედს ამ ბეჭედს არ დაარტყავდა, ხო? ის წიგნი ვერ გამოვიდოდა. მოგეხსენებათ რა შედეგები მოყვა ამას, ხო? მიხეილ ჯავახიშვილი, პაოლო იაშვილმა თავი მოიკლა და ასე შემდეგ. მთელი სააზროვნო ინტელიგენცია გაწყდა. რეალურად დღეს რა მდგომარეობაც გვაქვს საქართველოში, რომ ადამიანს მაგალითად როგორც მე-19 საუკუნის დასაწყისში ჯეროდა რომ ელექტროგაყვანილობის ძაბვის სადენები სატანისტური იყო, ისე ჯეროდა უშუალოდ 5G-ს რაღაც სისულელებს იგონებენ, ხო? აი ამ დონეზე ხდება მიყვანა ადამიანების, გაწყვიტეს მოაზროვნე ადამიანები, შეზღუდეს და დღეს მივიღეთ ის, რომ ადამიანებმა არანაირი პასუხისგებლობა წარმოდგენა არ აქვთ, რას ნიშნავს მათი შემოხაზვა საარჩევნოებში. ისინი ამ შემოხაზვას 100 ლარის შოვნის მათ იხდიან სავაჭრო და არ იციან ეს რა არის. აი ეს შეზღუდეს და გაფრთხილებასავით მინდა საზოგადოებას უთხრა, ვინც ახლა ჩუმად არიან, კონფორმისტები არიან, წყნარად არიან. ბოლშევიკებიდან უახლოეს ისტორია ყველას მიადგებიან. აუცილებლად. ყველას მიადგებიან. აუცილებლად. და ნუ უხარიათ იმათ, ვინც შეეკრებიან ამათ რა. ნუ უხარიათ იმათ. პირველ რიგში იმათ მიადგებიან, იმიტომ რომ მათ იციან, რომ ისინი ამაზე წამსვლელები იქნებიან. აი მერე ვნახოთ მათი პასუხები. და თუ ახლა არ მოიღებ ხმას, აღარ დარჩება არავინ, ვინც შემდეგ ამოიღებს ხმას, სპექტაკლებს, ფილმებს, წიგნებს, ყველაფერს შეეხება აბსოლუტურად და ამას ყველაფერზე იმოქმედებს. 21 საუკუნის დასაწყისში საქართველოში, კინემატოგრაფიულ საქართველოში, ლიტერატურულ საქართველოში ვინმე ნაძირალას თავში მოუვიდოდა სიტყვები, ამოუჭრით კადრებს. რას ვიფიქრებდი? რას ვიფიქრებდი, რომ ვიღაცა იქნებოდა ძერჟინსკი, ბერია თუ ასე შემდეგ. 21 საუკუნის დასაწყისში, როცა გახსნილია ყველაფერი, ჩვენ ყველაფერი ვიცი და კიდე ერთხელ მინდა ვთქვა, არანაირი საშიშროება არ არსებობს საზოგადოებაში, არანაირი საშიშროება არ არსებობს ძალადობის. და საბოლოოდ მაინც იმედის განცდა ყოველთვის არსებობს ხო ადამიანში და ის ლიტერატურა, რომელსაც ჩვენ ხშირად ვეზიარებით, სწორედ აქეთკენ არის მიმართული, იგივე თქვენი ბოლო რომანიც, რომელიც მართლაც არ ვიცი, ძალიან საოცარია, როგორც ასაკითხათ ასე მთელი თავის შინაარსი, თუმცა აი ეს იმედი რა უნდა გააჩინოს ეს იმედი, როგორ უნდა შევინარჩუნოთ ეს მუხტი და როგორ უნდა ვუპასუხოთ თუნდაც იმ უსამართლობას, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ ჩვენ. რა არის ის იარაღი, რომელზეც ვსაუბრობთ დღეს? დღევანდელი აქციის მთავარი სლოგანი გამახსენეთ რა არის? დავამარცხოთ. არა, აი კონკრეტულად დღეს ძალიან საინტერესო სლოგანი აქვს. კი ბატონო, დღევანდელი სლოგანი არის აქცია ლოზუნგით არ შეუჩერო ვიზა ლიბერალიზაცია ხალხს და ასანქცირეთ ბიძინა. აი ესეთი და დაიწყეს სლოგობა, რა თქმა უნდა, იცით რა მინდა გითხრათ, მე რითაც დავიწყე, პასუხი ყოველთვის არის სადღაც. მოდით დღეს ხვალ სანამ ეს წიგნის დღეები გვაქვს და სანამ მართლა ირანიზაცია დავიდგა და ამგვიხი ეს წიგნები და ფურცლები, არსებობს ლიტერატურა, სადაც კარგი პასუხები არის. აი დათა თუთაშხია ხო ჩვენი სახალხო წიგნია. იქაც არის ფანტასტიკური პასუხები.
კულტურები იცით, რომელი ნაწილი ცარქიფოს ეთურთან დაკავშირებული, მთელი ახსნა არის დღევანდელობის. ეხლა ჯორჯ ორუელს თუ ყველანი არ ვკითხულობთ, ეს მაინც წავიკითხოთ. გზავრის წერილები წავიკითხოთ. ცარიელ მშვიდობასო რას ვაქნეობ ეს როგორ არის უბრალოდ ციტირება აღარ მახსოვს. ცარიელ მშვიდობას რას ვაქნებ ცარიელ მშვიდობასო? აი ხომ არის არაომს. აი ესეთი პასუხიც არსებობს იგივე წიგნში. რა ვიცი, ჯაყოს ხიზნები წავიკითხოთ, მიხეილ ჯავახიშვილის ფანტასტიკურ პასუხებს ვიპოვით. მოკლედ ვიკითხოთ. ვიკითხოთ და აუცილებლად პასუხებს აღმოაჩენთ, როგორც ჩვენ თავიდან აღვნიშნეთ და დასაწყისში ექნება საშუალება მკითხველს, ერთგულ მკითხველს, რომ ესტუმროს ექსპო ჯორჯიას 15-დან 17 ნოემბრის ჩათვლით მე-11 პავილიონში და ამ სივრცეში აღმოაჩინოს თანამედროვე მწერლები, აღმოაჩინოს ის ავტორები, რომლებიც დიდი ხნის წინ შეიყვარა და მათი ახალი ნამუშევრები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასევე ბავშვების სექციაც ცალკე იქნება, ამაზე არ ვისაუბრია სამწუხაროდ დრო არ დაგვრჩა, თუმცა ის რომ ბავშვებისათვისაც ერთ-ერთი საყვარელი ადგილი არის ხოლმე წიგნის დღეები და ზოგადად წიგნის ფესტივალი, ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ხო იმედი რომ ბავშვებში და ყმაწვილებში წიგნი არის ძალიან პოპულარული. ბესო რო არ აღვნიშნე და კიდე არ ვახსენო ის მწერალი როჟეკის სახლის საზღვარზე, რომელსაც მე შევეხე ზუსტად გეტყვით 30 წლის უკან, ანუ ძალიან დიდი ხნის უკან გავეცენ და ეს სიუჟეტი ესეთი განვითარება აქვს, რომ სახში ამ არსებულ სახში გაივლის საზღვარი და აღმოჩნდება საძინებელი ერთ მხარეზე საზღვრის საკეთ, საზღვრის მეორე მხარეს აღმოჩნდება და სამზარეულო და სადაც გადაპარვით, მიპარვით, მალვით გადადიან სამზარეულოში, რომ მურაბა იყოს. ეს არის ესეთი ნაწარმოები და დაწერილია და ძალიან კარგი პიესაა. მე არ მეგონა 21 საუკუნეში დღეს ანალოგიური სიტუაცია თუ იქნებოდა აი ეს საზღვართან ახლოს მოკლედ ეხლა ამ წუთში არის ამ მდგომარეობაში ერთი ოჯახი. სულ რამდენი ხო ერთი ოჯახი არის აი ეს ამ მდგომარეობაში რომ გაიარა მათ სახლზე საზღვარმა და აღმოჩნდნენ მაგ ოჯახმა ბოდიში უნდა მოუხადოს საზღვრის გამტარება. ხო აი რატო დავაკავშირე ეს ყველაფერი რომ სინამდვილესთან დღევანდელ რეალობაში რაც მართლა ეს არსებობს და იყო 30 წლის წინ და როდესაც დაწერილია უკვე მოკლედ საზრუნავი მართლა ძალიან ბევრია და იმაზე არ უწევთ ზრუნვა და ჩვენ კიდე ხო ვითხოვთ მხოლოდ ერთს წავიკითხოთ ბევრი და ბევრი განათლება. ძალიან დიდი მადლობა მოუხადოთ სტუმრებს. ქაბატონ ნანა აკობიძე, მწერალი, პოეტი, მედია მკვლევარი და ბატონი ბესო სოლმონაშვილი, მწერალი და რეჟისორი გსტუმრობდნენ.